რადგან იარაღი და მე მოქრნენ, ხალილ იბრაჰიმს ყურადღება გაეფანდა. სხვაგვარად მის აყვანას ვერ შეძლებდნენ. ბევრნი არ იყვნენ. როცა ინვალიდის ეტლში მჯდომი კაცი დავინახეთ, მსგავსი არაფერი გვიფიქრია. კანკალებ ამაზე რომ ვლაპარაკობ. ზეინებ, საავადმყოფოში რას აკეთებდით? ძმაო, ახლა ამის დროა. გეუბნები პირადია მეთქი. ზეინებ, ხალილ იბრაჰიმთან ერთად შეკრება გქონდა. რამდენად პირადია? ძმაო, გეუბნები ხალილ იბრაჰიმი ილმაზის ხალხმა წაიყვანა. შენ კი რას მეკითხები? რას? ხალილ იბრაჰიმი მათ მახეში არ გაებმებოდა. კითხულობს ისეთი რა მოხდა, რომ დააკავესო. შენ კი ზეინებ, მგონი ამაზე ლაპარაკი არ გინდა. რაც უნდა ყოფილიყო დააკავეს. ილმაზმა ხომ გითხრათ, რომ ხალილ იბრაჰიმი მკვდარია. ავტოსადგომზე რატომ არ მოკლეს? რატომ წაიყვანეს? მოწმეები რომ არ ყოფილიყვნენ? რამდენადაც ილმაზ ვიცნობის ყველაფრის გამკეთებელია. მას მოკლავს კიდეც. გესმის, მოკლავს. რა სიკვდილზე ლაპარაკობ? ბიძია, რა ხდება? რატომ არაფერს ვაკეთებთ? ო, ბიძია, რას ველოდებით? რა ვიცით ეს კაცი სად არის? წავიდეთ და ილმაზ თავს დავესხათ. წავიდეთ. მოიცადეთ, დამშვიდით. ვიფიქროთ. დერვიშ. დერვიშ. პოლიციაში წავიდეთ? წავიდეთ, მაგრამ კამერებით ვერაფერს მიხვდებიან. ზეინეფი ამბობს, რომ მანქანებს ნომრები არ ჰქონდათ, რომ ციპოვონ ილმაზი ხალილ იბრაჰიმს მაშინვე მოკლავს, როგორც კი პოლიციის მანქანების ხმას გაიგონებს. ხალილ იბრაჰიმს ერთი პირობით გამოუშვებს. თუ ვეტყვი, რომ ამ საქმიდან გავდივარ. გააკეთე რაც გინდა, მე არ ვერევი მეთქი, აი, ჩემგან რისი მოსმენა უნდა. ძმაო, უთხარი. გთხოვ, ყველაფერი უთხარი, რისი მოსმენაც უნდა. გთხოვ. ზეინებ, ხომ მიცნობ. თუ კაც პირობას ვაძლევ, ვასრულებ კიდეც. მიუხედავად იმისა, მიყვარს თუ არა ის ადამიანი. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ილმაზისთვის სიტყვის მიცემა საკმარისი არ იქნება. ის ხალილ იბრაჰიმისგან გარანტიებს მოითხოვს. ხალილი მოკვდება, მაგრამ ამას არ იზამს. ხო, არ იზამს. ვიცი, რომ ხალილ იბრაჰიმი მსგავს რამეს არ შეპირდება. უბრალოდ თუ ჩემი ძმა ამას გააკეთებს, იქნებ დრო მოვიგოთ. ამას ვამბობ. სხვას არაფერს. გთხოვთ. ცდი. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება, კარგი? კარგი. თუ რამეს გავიგებ, შეგატყობინებთ. რადგან დროის მოგებაზია საუბარი, განყოფილებაში წავალ და ყველაფერს მოუყვები. ბიძია, მე წაგიყვან. წავიდეთ. მოდი ზეინები ცოტა ხნით მარტო დავტოვოთ. სემა. შვილო იქნებ ზეინებმა რამე გითხრას. აშკარაა, რომ საავადმყოფოდან ვიღაცას იცავს. მისი ძმაც იქ იყო. იქნებ რამე გაიგო. სულ პატარა დეტალიც კი შეიძლება დაგვეხმაროს. ზეინებმა თქვა, რომ პირადულია. ჩვენი მოერიდა თუ თავისი ძმის. არა დაუფატმა, ასე რომ ყოფილიყო საავადმყოფოში სემასთან ერთად წავიდოდა და არა ხალილ იბრაჰიმთან ერთად. ყველაფერი ბოლო წუთს მოხდა. აშკარაა, რომ საავადმყოფოში ვიღაცა მახე დაუგო და ეს ვიღაც არის ის, ვისაც ზეინეფი ენდობა. სემა, მიდი იქნებ რამე გაიგო. მიდი.
კარგი, წავალ და ველაპარაკები. მიდი. ვინ იქნებოდა? ალბათ მისი და ლეილა ლეტო. ნიშნებიდან გაქცევა ვერ შეძლო. შეეშინდა. საავადმყოფოდან გაქცევა გადაწყვიტა. კარგი, მაგრამ ჰალილ იბრაჰიმი როგორ გაება ამ მახეში? ილმაზი ამ ყველაფერში მონაწილე როგორ გახდა? არ ვიცი. ედანურმა დაგიბარეთ არა? ბასია ყველაფერს მიხვდა. მოგწერა რომ საავადმყოფოში მიდიოდა. და რომ იქიდან მე და ჰალილ იბრაჰიმს წამოგვეყვანა. ჩვენც გავიქეცით. აშკარაა რომ შეტყობინება მას არ გამოუგზავნია. ასიამ გამოგზავნა. ამას მეც მივხვდი. მაგრამ ასიამ დედაჩემის ძმისშვილთან დაახლოება როდის მოასწრო. როგორც ხვდები, ერთის კი არა, ორი ადამიანის სიკვდილის ამბავს შევიტყობთ. ჰალილ იბრაჰიმი წავიდა. ედანურიც წავიდა. ორივე წავიდნენ. არ მომიყვე აქ რაც მოხდა. ნერვები არ მომიშალო. გეკითხები და მიპასუხე. ედანურ სალი ქემალის და ჯენგიუზის შესახებ მოუყევი? არ მომიყოლია, დედა, გეუბნები, არ მომიყოლია. რატომ არ გესმის? დედა, ნება მომეცით, წავიდე და მოვკლა. ვის მოკლას აპირებ, ვის მოკლას? ის მუცლი ჩემ შვილიშვილს ატარებს. მე გადავწყვეტ ვის და როდის მოკლავ. გასაგებია? შენ გაჩუმდი. დედა, მან გაკვიდა. შენ კი მეუბნები რომ მუცლით შენს შვილიშვილს ატარებს, არადა წინ შენი შვილი დგას. იმდენ შვილიშვილს გაჩუქებ, რამდენსაც მოისურვებ, დედა. ამ ჭკუით რას მაჩუმებ? სანამ შუბლს არ გაგიხრეტენ არ გაჩერდები. ეს ვისგან ისწავლე? ქალებთან მოქცევა ლევენთისგან ისწავლე? თვითონ მითხარი, დავქორწინებულიყავი. შენ არ მეუბნებოდი და უახლოვდიო. ახლა პასუხის მგებლობას მე მაკისრებ? რატომ? შენ არ მითხარი ყველაფერი? მე გითხარი რომ არ მოგეყოლა მახის დაგება სად ვაპირებდით. ილმაზი გაცოცხლებს ეს რომ გაიგოს. მადლობა ღმერთს რომ ისის ჩემს ხელშია. ილმაზი შენს ხელში რატომ არის, დედა? ერთადერთი ქალი ვისაც პრობლემები უნდა გაუზიარო ეს მე ვარ. თუ ვინმესგან რამის რჩევა გინდა, ჩემთან მოდი. მე უნდა მკითხო რჩევა, მე. გასაგებია? დედა, ედანური მეთამაშებოდა, ჩემგან ყველაფერი გაიგო და გაკვიდა. მან მე მომატყუა. მას ეს უნდა შევარჩინო? მითხარი. თამერ. მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ძალადობა ჩემ შვილიშვილს დააზარალებს. გასაგებია? ამიტომ უნდა დამშვიდე. შურს ნელ-ნელა იძიებ. მიდი ახლა წადი, დავიღალე. როგორ დავიღალე? თამერი არ გაცოცხლებს. დედა ჩემი შვილიშვილის გამო არაფერს გეტყვის, მაგრამ ის ფსიქოპატი დედას არ მოусმენს. ლეილა გონია ჩემი სიცოცხლე მანაღვლებს. აქ იმიტომ ხომ არ ვარ რომ ვიცოცხლო. ჩემი მიზანი ზეინების და ჰალილ იბრაჰიმის დაცვაა. ჩემი ახლობელი ადამიანების დაცვა. ვერ შევძელი, ჰალილ იბრაჰიმი ჩემ გამო მოკვდა. მის სიკვდილს ადრეზე იმობდნენ. რადგან ახლა მის საღებში სხედან, ესე იგი სხვა გეგმა აქვთ. ახლა ამ სახლისგან როგორ დაგიცავთ არ ვიცი.
ლეილა, გადი. არ გავალ. რას მიზამ? მეც მომკლავ? ლეილა, ნუ მაიძულები, სადაც გაბრაზებული ვარ, არ მინდა ბრაზის შენზე გადმოვანთხიო, გასაგებია, ლეილა? თიც თუ დამაკარებ. იავუს დავურეკავ და ფეხებს მოგამტრავს. გასაგებია? მართლა? მას ვერ შეეხები. აქედან გადი. დაურეკე იმ კაფის მეპატრონეს, დაურეკე. თუ გინდა ჰალილ იბრაჰიმს, ვისაც გინდა დაურეკე, მიდი. ყველას დაურეკე. რა მოხდა? ლეილა, შვილო. დედა ნარგის, ხომ მითხარი თუ თამერი ჩემზე ხელს ისე ვაწევდე, მაშინვე დამერეკა. ნარგის, ბრძალო ნარგის. იტყუება არ დაუჯერო. თამერ ძვირფასო. ლეილა შენი და აღარ არის. ის ჩემი შვილია. ჩემი შვილი. თუ ამის გამო კიდევ ერთხელ დამირეკავს. ძმა იავუზი მოვა და ისე დღეში ჩაგაგდებს, რომ დედა შენმა ვერ გიცნოს. დედა შენის წყენინება გინდა, საყვარელო? არ გინდა შვილო. ხომ გასაგებია? მიდი ახლა ტელეფონი ლეილას მიეცი. ის მეტყვის გაიგე თუ არა. ამით არაფერი დასრულებულა, ლეილა. ისევ მემუქრება. ისევ თითებს მიქნევს. კარგი, დიდი მადლობა დედა ნარგის. იავუს მაინც გამოვგზავნი და ელაპარაკოს. ჩხუბს დაიწყებენ, ეს ხომ კაცების სამყაროა? ეს არ მოხდება, ჩემო ლამაზო. არ მოხდება. ეს სამყარო ჩვენიც არის. კარგი, გმადლობ დედიკო, გმადლობ. რა მოხდა? წადი და იმ თამერს ერთი თითი მოდეხე. იქნებ მიხვდეს, რომ ჩემს ლაპარაკს ყურადღება უნდა მიაქციოს. შენ მხოლოდ მთხოვე, აბა რას ვიზამ? და ასიეს რა ვუყოთ? ისიც გაიგებს. შენ მხოლოდ მითხარი და იმ თამერს და ლევენს ისე დღეში ჩავაგდებ, გაჩენის დღე დაწყევლონ. შვილო, ჩემო საყვარელო. ნელ-ნელა, ნელ-ნელა. რა ხდება? რადგან ასე გიხარიათ, ესე იგი ჩემზე ადრე გაგიგიათ. რა? ის რომ ილმაზმა ჰალილ იბრაჰიმი დააკავა. არა მამა, ადრეც იგივე მოხდა, ტყუილად გავიხარეთ. გითხარით დააკავა იაუს, არ მეთქვამს, მოკლა მეთქი. ეს როგორ მოხდა? გავიგე რომ ასიე ზეინებს მახეს უგებდა, ჰალილ იბრაჰიმი კი ილმაზის ხელში აღმოჩნდა. ახლა რა უნდა ვქნათ? მივიდე დედა, რა ვქნათ? მიდი, ასე ჯობს. ასი ალბათ სიხარულისგან დაფრინავს. მიწაზე უნდა დაეშვას. რა ხდება? შვიდობა? ეს შენ არ გიკავშირდება საყვარელო საქმე, ქალებს გვეხება. იაუს, გისმენ მამა. იმ თემელს დაელაპარაკე. ლეილა ბოლოს რომ ვნახე არ მომეწონა. ასე აღარ მოექცნენ. არი ნერვიულო, მე მივხედავ. აბა, ფიქრეთს რა მოვუხერხოთ. რიзвანი პენსიაზეა? ბრმად დაიჯერე რომ რიзвანი პენსიაზე გავიდოდა? მით უმეტეს საქმიდან ცოცხალი გავიდოდა? შესაძლოა ნედე მე მუთხრა რომ მოეკლა და ასე დაარწმუნა. ასიე თუ ნედიმე? მართლა არ ვიცი რომელი მათგანი უფრო საშიშია. რა თქვა ფიქრეთ? გავბრაზდი. არა, ჰალილ იბრაჰიმი რომ მოეკლა, კიდევ რაღაც იქნებოდა. მაგრამ როგორც თქვი, დასჯა არ ასწდება. გთხოვ ფიქრეთ მათ საქმეში არ ჩაერიო. დედა ვერ გავიგე. შვილო, ყველაფერი ისე არ არის როგორც გონია. ჰალილ იბრაჰიმმა ძმა ილმაზს ყველას თვალწინ იარაღი დაუმიზნა. შენს ბიძაშვილს ცხადია სიამაყე გააჩნია. როცა შენი შვილი მოვა და ტირილს დაიწყებს, მასაც იგივე სეტყვი დედა? არა ძვირფასო, არაფერს ვეტყვი. რომც ვუთხრა, მაინც არ მომისმენს. ძმა ილმაზთან რომ არ ეკამათად, არ შეიძლებოდა? მასთან მეც გამოგმებით ვკამათობ მისი სამუშაოს გამო. მათი სამუშაო სხვა რამეა.
მასთან მოვაგვარებთ. მამა შენი ისედაც ჩაერია. ილმაზმა თქვა, რომ ხარს გიჭერთ. დროა საერთო ენა გამონახოთ. ნედიმე, იცი რა ვერ გავიგე. ილმაზი ასიეს როდის დაუმეგობრდა? ეს საიდან მოიტანა? მსგავსი არაფერია. შენი სიძის თავდასხმაში წვლილი მან შეიტანა. ღმერთო ვერ ვხვდები ეს საიდან მოიტანა. ანუ ასიემ ამ სიტუაციიდან სარგებელი ნახა? არა დედა, ეს ასია. დედამ თქვა, ედარური ხომ იცი ჩვენ სახლში რომ ცხოვრობს. ის გოგო გამოიყენეს ხალილ იბრაჰიმს და ზეინებს მიწერეს რომ მასთან საავადმყოფოში მისულიყვნენ და გადაერჩინათ. ჩემს დას არაფერი უთქვამს, ჩემმა ცოლმა კი ყველაფერი იცის. მეგონა ზეინეფი გეტყოდა, ფიქრეთ. მსგავს რამეს რატომ დამალავდა? იმ კაფის მფლობელი თემელიც იყო, შესაძლოა იმიტომაც ვერაფერი თქვა. კარგი. დედა, ვფიქრობ ილმაზი უნდა მოვიწვიოთ. ცხადია თუ მამა წინააღმდეგი არ იქნება. ოჯახის სახელით დიალოგს მეწავიყვან. რას ფიქრობთ? კარგი შვილო, კარგი. ისე იყოს როგორც სიტყვი. თქვა მამა წინააღმდეგი თუ არ იქნებაო. წინააღმდეგი რატომ უნდა იყო? ხომ თქვი რომ პენსიაზე გადიხარ? არ გავსულ ვარ, ნედიმე. თუმცა თქვი სათამაშოდ არ გავხდი. თქვენი გეგმა არასწორია. ილმას თუ არაფერს მისცემთ, ვერც თქვენ მიიღებთ ვერაფერს. და შენ რას მისცემ ფიქრეთ? თქვი, რას მისცემთ? არ ვიცი რას მოითხოვს. ჯერ მოითხოვოს, ვიფიქრებ. ის აქ არ არის, მაგრამ მის მაგივრად მე გეტყვი. შენ მის მოსვლამდე იფიქრე. გეტყვის რომ საქმეში მას დაემორჩილო. ხომ ხვდები? რისი თქმა მინდა? ხვდები არა? ამას ვერ დავთანხმდები, მამა. მამა შენმა გითხრა რომ დაფიქრდე. მაშინვე ნუ უპასუხებ. ილმას დავურეგავ. საავადმყოფოს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გადავამოწმეთ. ქუჩის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს ვაკვირდებოდით, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე კვალ იქნება. ილმაზის ტელეფონის მოსმენამ რამე მოგცა? მოგცა. ის ნედიმე ლეტოს ელაპარაკა. მათთან სავახში მოდმიდის. შეგვიძლია ავიყვანოთ? რას ვეტყვით, სერჟანტო? 30 ტონად დავწვით და მისი აყვანა ვერ შევძელით. რას ვეტყვით, რატომ ავიყვანეთ? კარგი, ბიჭებს უთხარი, ილმაზის სატელეფონო საუბრების მოსმენა გააგრძელონ. როგორც იტყვით? ბიძია, ხალილი ასეთ მახეში როგორ გაება? მართლა არ მესმის. ადამიანი, რომელიც ყველაფრის აწონდაწუნვის გარეშე ნაბიჯს ადგამს, ასე მარტივად გაება. არ ვიცი რა არის მარტივი და რა რთული, მაგრამ ერთის საწყობი უკვე გავანადგურეთ. მერე? ეს კითხვა მაშინ დავსვი. ძმისშვილო, ეს იარაღი კი გაგვაქვს, მაგრამ პოლიციას რატომ არ გადავცემთ? ბიძია, მფლობელი აუცილებლად გამოჩნდება. ეს ხომ დურსუნ ლეტოს ეკუთვნის? არა. ის მისი ნდობით აღჭურვილი პირია. ნამდვილი მფლობელის ვინაობა არ ვიცით. ამით აუცილებლად დაკავდებიან. დამელაპარაკებიან. მერე? მათ თუ მხოლოდ ეს უნდათ, ამას გავანადგურებთ, მაგრამ თუ ამის უკან რაღაც უფრო დიდი იმალება, მე წამიყვანენ. ეს გარდაუვალია. საწაგიყვანენ. დაკითხვაზე. საწამებლად. ანუ თუ ვერ დამიკავშირდებით ამ ადგილის შესახებ, ოღონდ უთხარი ბიძია. წამების დროს ამ საწყობს დავასახელებ. დანარჩენს თვითონ მიხედავს. გასაგებია. ბიძია, ის მანიაკი ფიქრობს, რომ მე გენერალი ვარ, მე უფროსი ლეიტენანტი ვარ, უფროსი ლეიტენანტი. ორი მეტყევე მყავს. ერთი კაფის მფლობელი, ერთი კაფის მფლობელი შვილი და მე ფუტკრე და კიდევ ერთი ყალბი გალერეის მფლობელი. შენ კაპიტანი ხარ, ლეიტენანტი ხარ თუ გენერალი, ჩემთვის სულ ერთია. სანამ ამ საქმეში გავყოფთით თავს, მანამდე უნდა გეფიქრა.
ახლა რა უნდა ვქნათ? არ ვიცი ბიძია. სემა შვილო, მოდი. რა მოხდა დაო? რადგან ბიჭები სახლში არ არიან, ვიფიქრე და ვილაპარაკებდით. რაზე? ყველა ჩვენგანზე. მოდი შვილო. მოდი. რა ხდება? რამე სიახლეა? მოდი შვილო, მოდი დაჯექი. ჩვენკენ სიახლე არ არის? შენკენაც არაფერია? ჩემკენ რა უნდა იყოს? ზეინეფისაც წავიდე. თქვა რომ ყველა კარზე დააკაკუნებდა რამე რომ გაეგო. მინდოდა მეც გავყოლოდი, მაგრამ არ მოისურვა. სემა, რამე იცი? რამის გერიდება შვილო? არ მერიდება. რა ხდება დაუფატმა? სემა შვილო, იცი ხომ აქ რატომ ვართ? ჰალილ იბრაჰიმმა მუზაფერს და ჩვენ გვითხრა რომ ჩვენ როგორც უფროსებმა თქვენი შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით არც ურთიერთობებში, მაგრამ ჰალილ იბრაჰიმი და ზეინეფი საავადმყოფოში ისე უბრალოდ არ გაიქცეოდნენ. ყველაფერი რიგზე რომ ყოფილიყო. რაღაცას მივხვდით, მაგრამ სახელს ვერ ვარქმევთ. ზეინეფი სულ ამბობდა, რომ ასიეს სახლიდან ყოველთვის რაღაცას იგებდა, გამუდმებით რაღაც სახელს ახსენებდა. არ ვიცი, Sema kızım. Bak. თუ რამე იცი ახლა ამის სათქმელად ყველაზე ხელსაყრელი დროა. ყველაზე ხელსაყრელი. რაღაც ვიცი, მაგრამ პირობა მივეცი მამა მუზაფერ. დაბირებებს რა აზრი აქვს, როცა ადამიანები იხოცებიან. გეტყვით, მაგრამ ერთი პირობით. თემელმა არ უნდა გაიგოს. მისივე კეთილდღეობისთვის. კარგი შვილო, გპირდებით. ედანური ასიის სახლში ცხოვრობს, რათა დაგვეხმაროს. ჩვენი და ჰალილ იბრაჰიმის წინააღმდეგ ედანურის წყალობით ყველაფერი წინასწარ ვიცით. ჯერ მხოლოდ ზეინეფმა იცოდა, მერე ჰალილ იბრაჰიმმა გაიგო. მე კი თქვენსავით ვეჭვობდი. ზეინეფი ვაიძულე რომ მოეყოლა. ედანური ასე როგორ მოიქცა შვილო? არ იცის რა სასტიკი ხალხია. იცის ძმაო იუსუფ, მაგრამ ზეინეფმა ვერაფრით ვერ დაიყოლია. ბოლოს ჰალილ იბრაჰიმმა უთხრა, რომ იქიდან წამოსულიყო. თუ საჭიროა წავალ და წამოვიყვან, მაგრამ რაღაც მოხდა. ასიე ხანიმა მახედა უგო. ედანურის ტელეფონიდან შეტყობინება გააგზავნა, ვითომ საავადმყოფოში იყო. საავადმყოფოში ამიტომ გაიქცნენ. ხო, ასე იყო. ვიცოდი. ჩემი შვილი უმადური არასდროს ყოფილა. არც მოღალატეა. მერვე, სემა მართალია, თუ თემელი გაიგებს, მათთან მივა და მოკლავენ. გესმის? ღმერთმა დაგვიფაროს. ჯერ ჰალილ იბრაჰიმი გადავარჩინოთ. მე ედანურისთვის რამეს მოვიფიქრებთ. ქემალმა არ უნდა გაიგოს, მაგრამ ისიც ჩვენი შვილია. იქ სიკვდილის უფლებას არ მივცემთ, გასაგებია? ზეინეფმა თქვა, რომ ასიესთან წავა. ჯერ ვერაფერს ვიზამთ, ძმაო იუსუფ. კეთილი იყო შენი მოსვლა. გამარჯობა ჯამალ. არის რამე სიახლე? არა. ისინი საიდან მოდიან? არ ვიცი ბიძია. თურან, სად იყავით? კაფეში შევიარეთ. მერე? ვიფიქრეთ ვინმემ რამე ხომ არ იცოდა, მაგრამ ვერაფერი გავიგეთ. თქვენ ხომ არ გაგიგიათ რამე? დაგვეხმარნენ, კამერის ჩანაწერები შევისწავლეთ. მერე? სრაფადვე გაუჩინარდნენ. ბიძია, კომისარი ილმას ვერ დაკითხავს?
კომისარმა ერთი ძალიან მარტივი რაღაც თქვა. ბევრი დანაშაული გახსნა, მაგრამ მათ ამ დანაშაულებებთან ვერ აკავშირებს. თქვი როგორ დააკავშირებს? ახლა რა უნდა ვქნათ? დაველოდებით, მაგრამ სად ბიძია? იქ სადაც ჰალილ იბრაჰიმის მოკლა სურთ. იქიდან ან ცოცხალს წამოვიყვანთ, ან მკვდარს. გასაგებია? საკმარისია. ილაპარაკებ? ტკივილის გაძლების მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობს. რამეს უნდა ჩაეჭიდო, რომ გაჩუმდე. წინააღმდეგობა არ გაუწიო. რამეზე უნდა კონცენტრირდე. რაზე მეთაურო? ვინც მორწმუნე ხართ დახმარებისთვის ღმერთს მიმართეთ. ვისაც სამშობლო აქვს, სამშობლოზე იფიქრეთ. ვისაც დროშა აქვს, დროშას ჩაეჭიდეთ. ვისაც არაფერი აქვს, საყვარელი ადამიანი მაინც აყოლება. ამ შემთხვევაში სიყვარულს ჩაეჭიდეთ. საიდუმლოებებს გაგიმხელთ. აქ ის ადამიანები დარჩებიან, ვინც ამ საიდუმლოებების შენახვას შეძლებს. ვინც ვერ შეძლებს, აქედან წავა. ვინც უნდა გკითხონ, ნებისმიერ შემთხვევაში არავინ ხართ. გასაგებია? არავინ. გასაგებია? თქვენ არავინ ხართ. შენ გელაპარაკები? ვინ ხარ? არავინ. ასია ხანიმის ნახვა მინდა. შევატყობინებ. მანქანიდან არ გადმოხვიდეთ ზეინეფანი. კარგი, გელოდები. დეიდა. შენი მართლა ძალიან უნდა ეშინოდეთ. გეგმის შედგენა და ილმასთან შეთანხმება როდის გამოასწარი? როდის? საინტერესოა. როცა თამერთან ერთად კარts თამაშობდი. რას ამბობ ასია რა კარts? სელიმ. რა მოხდა სელიმ? ძმაო, ზეინეფანი მიმოვიდა, ასია ჰანიმთან უნდა დალაპარაკება. მე დაველაპარაკები. თემერ მოიცადე. შენ რა გჭირს? ყველამ თავის საცოლესთან ილაპარაკოს. ძმაო ლევენტ, ზეინეფი შენთვის ვინ არის? დეტალებზე ნუ იფიქრებ. დეტალებზე ნუ ჩაიციკლები თემერ. არ გინდა. ნუ გავაგდებთ მას, ვინც კარს მოგვადგა. არა დეიდა. თუ მასთან დალაპარაკება არ გინდა, მე დაველაპარაკები. არა. მას დიდი ხანია ველოდები. დედამისი უკვე მევედრა. ახლა მისი ჯერია. შემოიყვანე. კიდევ ჩაიძერ ასია? არა, რატომ? მან ჩაიწეროს. რომ არ დაავიწყდეს. ჩაიწეროს. გთხოვთ ზეინეფანი.
კეთილი იყოს, შემოდი დაჯექი. დეიდას დალაპარაკება არ უნდა და თავს შეუძლოდ გრძნობს, მაგრამ მე უარი ვერ მითხრა. ძალიან ცუდად ვარ. ყველგან ვირუსებია. უკვე ფილტვებზე გადამივიდა. თქვენ სედანურს ვეტყვი, რომ ყავა მომიმზადოს. ყავა არ მინდა. ზეინებ, თავი რა მდგომარეობაში ჩაიგდე. მზად ვიყავით ხელის გულზე გვეტარებინე. შენ კი ვიღაც ბანდიტი აირჩიე. მე კმაყოფილი ვარ ჩემი მდგომარეობით. აქ იმისთვის არ მოვსულვა, რომ ვიწუწუნო. მაშრისთვის მოხოდი ზეინებ. გინდა რომ მოკლან? თამერ გრცხვენოდეს. მართლა სხვანაირი იყავი. მეგონა ხელში იარაღს არ დაიჭერდი, მაგრამ თამარი დაივიწყე, ნიაკი გახდა. სჯობს გვითხრა, რა შეგვიძლია შენთვის გავაკეთოთ. თქვი. იქნებ შევძლო რამის გაკეთება. სათანადოდ არ შეგაფასეთ ასი ეჰანიმ. ასეთ საქმეებს ყოველთვის მამა განაგებდა. მას ძმა ეხმარებოდა. მეგონა ბიძია ნესიმი ბიძია დურსუნთან თანამშრომლობდა, მაგრამ შევცდი. გამოდის, რომ ყველას შენ მართავ. განსაკუთრებით ილმას. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დედაჩემის ძმისშვილთან საქმეს დაიჭერდი. შენ ხომ მას ვერ იტან. ნებისმიერ ჭკვიან ადამიანთან შემიძლია ურთიერთობის დამყარება. შენთანაც შემეძლო. ჰალილ იბრაჰიმთანაც შემეძლო. მაგრამ ჩემზე ზეწოლას ახდენდით. ეს თვითონ თქვი. ამით დედა შენს გავხარ. ის არასდროს მაფასებდა. აქ იმის სათქმელად მოვედი, რომ შეგვიძლია შევიცვალოთ. მე მშვენივრად ვარ. რატომ უნდა შევიცვალო? რამდენჯერ შესაძლებელი, მაგრამ შენ თუ გინდა, რა პრობლემაა? რაც გინდა ისქენი. ჰალილ იბრაჰიმი წაიყვანეს. მისი მოკლა რომ უნდათ ადგილზე მოკლავდნენ. აშკარაა, რომ რაღაც გინდათ. ზუჰალ, გვინდა რამე? მაგალითად ჩვენი სახლი დაგვიბრუნონ, ჩვენი ფული დაგვიბრუნონ, ყველაფერი დაგვიბრუნონ, რაც წაგვართვეს. აქ ჩემი ღირსებაც იგულისხმება ზეინებ. ჩემთვის ძალიან რთული იყო. კარგი, ყველაფერს მოვაგვარებ. ოღონდ იმის გარანტია მომეცით, რომ ჰალილ იბრაჰიმი იცოცხლებს. ჰალილ იბრაჰიმს მიატოვებ და დაბრუნდები? მას გაეყრები? თუ საჭირო გახდა გავეყრები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოლად შენ გამოგყვებილებენთ. სულაც არ მინდა, რომ ჩემ შულზე დაქორწინდა ზეინებ. დედა, თქვენ შულს თავისი ღირსების საკითხი აღელვებს, ამიტომ თქვი. ესე იგი, გაშორდები. გავშორდები. საბრალო. ოფიციალურად დაქორწინებულიც კი არ ვარ. მაგრამ მამა შენზე უარი არასდროს მithქვამს. არც დედა შენის გამო მიფიქრია ამაზე და არც თქვენ გამო. შენ რა ადვილად ამბობ უარს საყვარელ ადამიანზე. ჰალილ იბრაჰიმისგან ვერაფერი ისწავლე? ვისწავლე? რა ისწავლე? საყვარელი ადამიანების გამო საკუთარ თავზე უარის თქმა. ცხადია, შენ ამას ვერ გაიგებ. იმიტომ რომ არავინ გიყვარს. შენ მამა ჩემთან მხოლოდ დედა ჩემის სიძულვილის გამო ხარ. შენ მამა ჩემიც არ გიყვარს. ამას უყურეთ. ჩემ სახლში მოვიდა. საყვარელი ადამიანი გაყიდა და მასავლის სიყვარული რა არის. ამას უყურეთ. შენ მასზე უარი თქვი. ჰალილ იბრაჰიმზე უარი თქვი. ცოლად ვერ გაყვები ზეინებ.
აქ ჩემზე არ არის საუბარი. აქ იმის სათქმელად მოვედი, რისი გაკეთება შემიძლია. თუ კიდევ რამე შემიძლია, მითხარით და იმას გავაკეთებ. გვინდა. რადგან ჩემთვის ხელმოწერა მნიშვნელოვანია. დედას დაარწმუნებ, რომ რიзвანს გაშორდეს და მაშინვე დავქორწინდებით. რიзвანს გაშორდეს. დედა რას ამბობ? არის რაღაც, რაც შესაძლებელია და რაც შეუძლებელია. მამას ეს რომ დომებოდა აქამდეც იზამდა. მე მამა თქვენისთვის არაფერი მithოვია. ამას მიშვილს ვთხოვ. დედა შენი რიзвანს გაშორდება, გაიგე? რა თქმა უნდა, ლამაზად ლაპარაკობ, მაგრამ რიзвან ლეტოზია საუბარი. არ ფიქრობ, რომ საშიშია დეიდა. შესაძლოა ისე არ გაიგონ. არ მინდა მასთან ურთიერთობის გაფუჭება ჰალილ იბრაჰიმის გამო, რომელიც ძალიან მალე მოკვდება. ხასიათს არაფერი გამიფუჭებს. მე უკვე ყველაფერი ვთქვი. ის მისი ბიძაშვილია, ნედიმეს შვილი. ის ჩემთან მოვიდა და არა დედამისთან. კარგად მოიქეცი, ყოჩახ. თურმე დედამის შეუძლია სიყვარული და მე არა. ამას უყურეთ. ერთი ვნახოთ როგორ უყვარს. ნახოთ თუ გააკეთებს იმას, რასაც შვილის თხოვს. რა მოხდა? 32 წელი არა ოფიციალურ ქორწინებაში ვარ. რამდენიმე დღე დედა შენმა ციცხოვროს ასე. კარგი, დედას დაველაპარაკები. თუ მე ვარ მზად, რომ საყვარელ ადამიანს დავშორდე, ისიც მზად იქნება, რათა ეს ნაბიჯი შვილის გამო გადადგას. ეს გააკეთე. მე შენ გპირდები, რომ ხალილ იბრაჰიმი იცოცხლებს. ასე რომ ედანური კარგად არის? შემიძლია ვნახო? ედანური მშვენივრად არის. ოქროს გალიაში ზის ჩიტივით. ნუ ხელავ. კეთილი მგზავრობა, ლამაზო. დაიგო. ლეილა, ჩემო ლამაზო. კარგად ხარ? კარგად ვარ. წამოდი. ლეილა, მართლა კარგად ხარ? შენზე ნერვიულობდი. კარგად ვარ, ყველაფერი რიგზეა. ედანურზე არ იდარდო. კარგი, ჩემო ლამაზო. ლეილა, შენ საერთოდ ვერაფერს ხვდები? თამერ, რას აკეთებ? რას ვაკეთებ, ზეინებ? არაფერს ვაკეთებ. ხომ გითხარი, გარეთ არ გახვიდე მეთქი? დაო, კარგი. შენ წადი. ვიცი, რასაც ვიზამ. მიდი, ზეინებ, წადი. თხოვ, ზეინეფანი. მიდი, ზეინებ, მიდი. შენ მერე დაგელაპარაკები. კარგი. შიშა რა ხარ? რომელიც ზურგიდან ებარება. ლაჩარი. ხედავ, ხელები შეკრული არ მაქვს. წყობიდან ნუ გამომიყვან, თორემ გაფიცები. შენ ლაპარაკი არ გესმის? ძმაუიეუს არაფერი მიქნია. მოკეტე. თან ძმას მეძახის. ძმას მეძახი და ხელს წევ ქალზე, რომელიც ჩემი ცოლი გახდება? ასეა? ასეთ რამეს თუ კიდევ გაიმეორებ, ხელს მოგატეხ. მერე ფეხს და თუ არ დაჭკვიანდები, მერე თავს წაგაცლი. გასაგებია, თამერ? გასაგებია? გავიგე ძმაუიეუს. კარგი. იავუს, რა? რა ხდება? იავუს, რას აკეთებ? ის ჩემი დიშვილია. დამშვიდდი, ის ჩემი ნათესავიცაა, მაგრამ მან თავისი ადგილი უნდა იცოდეს, ლევენტ. უნდა იცოდეს უფროსი ვინ არის. ეს არ გასწავლეს, ვიზე შეიძლება ხელი აწიო და ვიზი არა. ბავშვებო, რა მოხდა? შვილო. არაფერი, დეიდა ზუჰალ. წავიქეცი და მგონი თითი მოვიტეხე. მადლობა ძმა იავუს, რომ წამომაყენა. თხილად იყავი, თამერ. მადლობ, ძმაო. ლევენტ, ექიმთან წაიყვანე. თითი შეუმოწმოს. მიდი. წამოდი. ჩვენ ისევ დავილაპარაკებთ. სიძეს დაველაპარაკები. არა, დედა ასიე. ლეილას უნდა დაველაპარაკო. მერე მივდივარ.
მოგვიანებით ვილაპარაკოთ. წინ ბევრი წელი გველოდება, ასე არ არის? ხომ ასეა? ხო. ნამდვილი შეშლილია. გეფიცები ნამდვილი შეშლილია. რომელიც ვერ ჩერდება. რა ხდება? დაიღალე? სისულელეს ნუ ამბობ, ერთი და იგივე წვალებას გავდივართ. შენ არ დაიღალე? ეს ტკივილი ზიანს ვერ მაყენებს. ამაზე ნუფიქრო. თურმე არ შეუძლია. შხაბი მიიღე და მერე დაისვენე. ხვალ დაკითხვაა. ახლავე გეტყვი, რომ შემიძლია ნებისმიერი ავალაპარაკო. კარგი, მთავარია შენ არ ალაპარაკბე. რა უნდა ვთქვა? ეს შენ არ თქვა რამე. რას ვიტყვი? რა ვიცი? მომისმინე. საიდუმლო არ გაგანდეს? არა, შენ? არა. კარგი. შხაპი მიიღე, სუნი აგდის. სუნი არასდროს მდის. დიდხანს არ გაჩერდე. კარგი რა. წიგნის წაკითხვა მინდოდა. იმედია წყალიც არ შეწყვიტეს. ადექით. არ გაინძრე. მიდი. რა ხდება? იქამდე დაკითხეთ, სანამ არ ათქვევინებთ. ვინც ვერ უძლებს, აქედან მიდის. როგორც იტყვით. ამ ტკივილს გაუძლებ. გაუძლებ. შვილო, ასიესთან რატომ მიხოდი? ასიეს ილმასთან რა აკავშირებს? შენმა ძმამ ფიქრეთმა ყველაფერი მითხრა. ილმას დავურეკე. მოვა და დავილაპარაკებთ. დედა, ასიე და ილმაზი თანამშრომლობენ. რატომ არ გესმის? ღმერთო. ხალილ იბრაჰიმი ამიტომაც გაიტაცეს. ასიე ყოველთვის ცუდ საქმეებში იყო გარეული, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ ილმასთან ერთად მოქმედებს. არა, ასე არ არის. რა თქმა უნდა, რაღაცა აქვს საერთო, ამიტომ ეგუებიან ერთმანეთს. დედამ აპატია, მაგრამ ისინი ფიქრებს ვერ იტანენ. თავის ძმისშვილს იმიტომ შეატყობინა, რომ ხალილ იბრაჰიმმა გადაწყვიტა ფიქრეთისთვის მხარი დაეჭირა. აი, შეშვილო, არ ვიცი ხვდები თუ არა, მაგრამ ისე ვერევი. ვის გამო ვერევი, დედა? ჩემი ქმრის გამო, შენი შვილის გამო. ასიემ თქვა, რომ ხალილ იბრაჰიმი მას ყავს. ხო, თქვა, რომ ჩემი ქმარი ილმაზის ხელშია. მითხრა, რომ არ მოკლავს, თუ იმას გავაკეთებ, რასაც მეტყვის. გასაგებია. და რა უნდა? დედა გიყვარ, ვარ ხომ ასეა? შვილო, ეს რა შეკითხვაა? ჩემი ბედნიერების გამო ყველაფერს გააკეთებ? რა თქმა უნდა, გავაკეთებ. ილმას დავურეკავ და ვეტყვი, რომ ხალილი გაათავისუფლოს შენი ბედნიერებისთვის. არ ვიცი, იქნებ მისმა პარტნიორებმა წაიყვანეს. ზოგჯერ ჩემი სიტყვა საკმარისი არ არის, ზეინებ. დედა, რამდენად ძლიერია შენი სიყვარული? სხვა პრობლემა გაქვს? მითხარი. ასიემ კითხა, თანახმა ვიქნებოდი თუ არა გაყრაზე საყვარელი ადამიანის გამო. უთხარი, რომ მე თანახმა ვიქნებოდი. სწორად გითქვამს. ვის უნდა რომ საყვარელი ადამიანი დაზარალდეს? შენ დედა? შენ მამას ჩემ გამო გაშორდები? ვერ გავიგე. ზეინებ, დეიდა ჩემა და გავალა, რომ ეს კითხვა დაგესვა? ნიშნულობა არ აქვს, ვინ რა თქვა და ვინ რა დამალა. მე შეკითხვა დავსვი.
განქორწინებას დავთანხმდი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი არ დაზარალდეს. შენ კი მამას გაშორდები, რომ მე არ დავზარალდე. შვილო, ქორწინება და განქორწინება თქვენთვის ადვილია, მაგრამ ჩვენთვის პირიქით არის. იმიტომ არ ვქორწინდებით, რომ განვქორწინდეთ. შენ ხომ მამას სიყვარულის გარეშე გაყევი ცოლად. მე სიყვარულით გავთხოვდი დედა. მის სიცოცხლე საფრთხე ემუქრება. შვილის გამო ამას არ გააკეთებ?